ანუ ეს არის მისი წარსული. მეგონა ამერიკაში იყო. რა? შენ რამე იცოდი მის შესახებ? ჩეკლა ასე ამბობდა. სახელი არ ვიცოდი, მაგრამ მეგონა ახლაც ამერიკაში ცხოვრობდა. ანუ დაბრუნდა. ხო, დაბრუნდა, მისი ახალი ფოტოებიც მაქვს. მუსა ყველაფერი უნდა შეისწავლო. ვინ არის ეს მერტი, სად ცხოვრობს, რა საქმიანობს. უნდა წავიდეთ და გავეცნოთ. კარგი ძმაო, თუ რამეს გავარკვევ, შეგატყობინებ. გისმენ ჩეკლა. სად ხარ მერტ? რატომ არ პასუხობ რომ გირეკავ? თავარი ის არ არის სად ვარ, თავარია სად მივდივარ. კომპანიას უახლოვდები, თქვენი ნახვა მინდა. რა? რას ნიშნავს კომპანიას უახლოვდები? არ გაბედო და სისულელი არ გააკეთო მერტ. დავიღალე ჩეკლა გესმის? დავიღალე. აღარ შემიძლია შენი თავის მართლების მოსმენა. ყოველთვის რაღაც მიზეზს პოულობ რომ არ შემხვდე, დავიღალე, მომბეზრდა. ოზანთან მე მოვაგვარე პრობლემას და საქმე ცამით დასრულდება. არა მერტ, გაჩერდი. გთხოვ, შევხვდე და დავილაპარაკოთ, გიმუდარები. ოფისში არ მიხვიდე, გთხოვ, ასე არ მომექცე. ძალიან გვიანია ჩეკლა, უამრავი შანსი მოგეცი, მაგრამ ვერც ერთი გამოიყენე. მერტ მეთქი. მორჩა, დასრულდა. დავიღუპე. ჩეკლა, რა ხდება? მორჩა, ამჯერად ყველაფერი დასრულდა, ჩინარ. რა მოხდა? ოზანს დაელაპარაკება და ყველაფერს ეტყვის. რა ვქნა? როგორ მოვიქცე, რა ვქნა? დამშვიდი. ჩეკლა. ოზანი გაიგებს და დავკარგავ, რა გავაკეთო? დამშვიდი, ჩეკლა, ჩუმად. მამა გაიგებს, გაჩუმდი. მე მივხედავ. შეგიძლია მენდო. გისმენთ ბატონო, შეხვედრა დანიშნული გაქვთ? არა. მაგრამ თუ ეტყვით, ვინ ვარ, აუცილებლად მოინდომებ ჩემთან შეხვედრას. უთხარით, რომ მერტ ბალკინი მოვიდა. აქ დამელოდეთ, გადავცემ მის მდივანს. მადლობა. გისმენთ? დიახ. კარგი. გამომყევი. ბატონო, აქეთ მოვბრძანდით. ბატონო, გთხოვთ, გამომყევით. კარგი, მოვდივარ. აქ რატომ მოვედით? აქ უნდა დაელოდოთ. მე ბატონ ოზანთან მინდა შეხვედრა. ბატონმა ჩინარმა ასეთი ბრძანება მოგცა. ანუ ეს ბატონი ჩინარის ბრძანებაა. ბატონი ჩინარის მოსვლამდე მიხედე. ჩაი მაინც მომიტანეთ. კაცი მოდის და მანქანით მეჯახება. შემდეგ კი უცნობივით იქცევა. ვერ ხვდები რა თამაშია, რა საკეთებს. არა, როგორ დაუშვი ასეთი შეცდომა? როგორ ვერ მიხვდი? ოზან, გთხოვ, დამშვიდი. როგორ მიხვდებოდი? საიდან უნდა გწოდნოდა, რომ ჩიგლას ყოფილი საქმრო იყო? როდესაც გავარკვევ რა ხდება სინამდვილეში, ყველა მიიღებს საკადრის პასუხს. კარგი, ჯერ ეს კაცი უნდა ვიპოვოთ და დაველაპარაკოთ. ყველაფერს გავარკვევთ. თან თუ ჩიგლას უცხოსავით მოექცა, ანუ რაღაცას მალავს. მუსა ყველაფერს გაიგებს. შენ საქმეს უნდა მიხედო. არ დაგავიწყდეს, რომ კომპანიის დირექტორი ხარ. მე როგორც შენი მდივანი გახსენებ. მართალი ხარ. როდესაც ჩეკლა აქ დაგინახავს, მიხვდება, რომ ანტალიაში არ წახვედი. ისედაც ყველაფერი იცის, მაგრამ პირველ თათბირს მაინც გადავდებ. ეჭვის გასაფანტად. ამ თამაშს გააგრძელებ. ხო. სანამ იმ ტიპს არ ვიპოვე. ასე მომიწევს. ერთენებს სალაროში 4000 ლირა აქვთ.
ავეჯისთვის და წვრილმანი ნივთებისთვის დახარჯეს ნახევარი. ამოცანა გვეკითხება, რა უნდა გააკეთონ ერთენებმა ვალის გადასახდელად. შვილო, არასწორად ითვლი. ნახევარი თუ დავხარჯეთ 4000 როგორ გვაქვს? 8 გვქონდა. 8? შეგვიძლია ხარჯები შევამციროთ და ვალი გადავიხადოთ. სულ 20000 გვჭირდება. კალკულატორით გამოითვალე. სწრაფად, ბრავო. იელჩინ, კარგი იქნებოდა ასეთი ჭკვიანი მასში ყოფილიყავი, როდესაც ფულს ხარჯავდი. შენ მომენტი არ გაუშვა ხელიდან ეს რომ არ წამომაძახო. ყველაფერს ვაკეთებ რა შემიძლია, მეტი რა ვქნა. დედამიშვენე, ელიფი აქეთ იყურება? არა, პირდაპირ შენთან მოდის. ეკო, შეიძლება ვილაპარაკოთ. ხომ ვილაპარაკეთ. მგონი საკითხი დავხურეთ, ასე არ არის? ეკო, გთხოვ. კარგი, მაშინ წამოვალ და ვილაპარაკოთ. ეკო, არსად არ მივდივარ. შენზე უარს არ ვიტყვი. ელიფ, ასე რატომ იქცევი? თუ გააგრძელებ, მეც ვეღარ შევიკავებ თავს. შენ ბეჭედი მოიხსენი, მაგრამ მე არა. ამიტომაც ისე მოიქეცი, როგორც შეგეფერება. ხო, მაგრამ თუ ერთი შლის ნიშნობას მეორე ბეჭედიც კარგავს ძალას, ასე არ არის? გერმანიამ ომი რომ მოიგო, მეორე მხარე. ეკო, რა გერმანია? ჩვენზე გელაპარაკები. გამომართვი შენი ბეჭედი და გაიკეთე. ნუ ჯიუტობ, რომ დავბრუნდები ხელზე გეკეთოს. ხო, მაგრამ როგორ უნდა გადავარწმუნო ღმერთო? ბატონო ჩინარ, სად არის? კაბინეტში შევიყვანეთ. წავედით. ოზან, ანტალიაში არ წახვედი? არა, გადაიდო. ოფისში არ დამინახი ხარ, სად იყავი? მე და მამა აგარაკზე წავედით, ჩეკლასთან ერთად. რატომ დაბრუნდი? რა მოხდა? საქმე მაქვს, შენი ნებართვით წავალ და მივხედავ. წამოდი. მარტო დაგტოვეთ, როგორც იტყვით. ბრავო ჩინარ. მართლა გილოცავ. ოზანთან შეხვედრაში ხელი შემიშალე, მაგრამ ძალიან მაინტერესებს, როდესაც აქედან გავალ რასაპირებ. რის მიღწევას ცდილობ? რა გინდა? არაფერი. ვიფიქრე, რომ ცოტა სიმართლე არავის აწყენა, მაგრამ როგორც ხედავ, ჩეგლამ შენც ჩაკითხე ამ თამაშში. მომისმინე მერტ. შეცდომას უშვებ. მომისმინე ჩინარ. თუ შეცდომა არსებობს, მე და შენი და ერთად მოქმედებდით. მარტო მე არ ყოფილვარ, მომისმინე. მომისმინე. ახლა უკანა კარიდან გახვალ. ჩეგლას შეხვდები და დაელაპარაკები. აღარ გაბედო და ამ კომპანიაში ფეხი არ შემოადგა. დამშვიდი რა. რა გეგონა? ოზანს დაელაპარაკებოდი, ყველას გააგებინებდი სიმართლეს, შემდეგ კი ჩვენი ოჯახი ხელს გაშლიდა და გულში ჩაგიკრავდა როგორც იძეს. სიმართლე გითხრა არ არის ცუდი იდეა, მომისმინე. უფლებას აღარ მოგცემ ჩეგლას გული ატკინო. გასაგებია? ამას შეხედეთ, ჯერ საქმეს მოწყვიტეს და მერე მწვადთან მარტო დამტოვა. ადრეც ასეთი იყო ჩეგლა. ყოველთვის იქით მიდიოდა, საითაც ქარი უბერავდა. ნახე, რეკავს. გისმენ, ჩინარ, მამასთან ერთად ვარ. მასაც ესმის შენი, სტამბოლში ვბრუნდებით. კარგი, საქმე მოვაგვარე, ამისად ხმელად გირეკავთ. ბატონო ჩინარ, ისეთი მნიშვნელოვანი რა მოხდა, რომ დაგტოვე და წახვედი? მამა, მე რეაგიხსნი ყველაფერს, კარგი? უკვე კაბინეტში ვარ და მუშაობას ვიწყებ. ჩინარ, ოფისში შევხვდებით. მადლობა. არაფრის. გოცნით, თავს გაუფრთხილდით. ჩინარ, ეს რა?
როგორ ხარ? რა შვები? არა მიშავს. დღეს ვერ დაგინახე. ხო, მამასთან და ჩეკლასთან ერთად აგარაგზე ვიყავი ასული. მშვენიერია. შუაკვირაში დასვენების დღე მოიწყვეთ. ხოლო უფროსებს აქვთ ამის უფლება, არა? შენ რა შვებოდი გუშინ? არაფერს. კაფე დავკეტე და სახლში ვიყავი როგორც ყოველთვის. ესრა, ჩვენ ხო მეგობრები ვართ. რა თქმა უნდა. რატომ მეკითხები? მეგობრები ერთმანეთს არაფერს უმალავენ, ხო მიცი? ხო, არაფერს მალავენ. და ჩემი აზრით არც უნდა დამალონ. რა მოხდა? რამეს მიმალავ? არა. მე არაფერს. უბრალოდ გუშინ ცუდ ხასიათზე რომ იყავი, ვიფიქრე რამე ხომ არ მოხდა და საუბარი ხომ არ უნდა მეთქი. მეც იგივეს ვფიქრობ შენზე, იცი? ანუ ორივეს უაზრო ეჭვები გვაქვს. ხო. კარგი, მაშინ იელ სამუშაოს გისურვებ, დროებით. ესრა. ვიცი რომ იცი, მაგრამ მაინც შეგახსენებ. ყოველთვის შენს გვერდით ვარ, რაც არ უნდა მოხდეს. მადლობა. მიდი დედა, მიდი. მინდა რომ ელიფმა კარიერას მიხედოს. რამე რჩევა მომეცით. ინებეთ პატივცემულებო. მოკლედ, თქვენთან ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა მაქვს და ყურადღებით მომისმინეთ. როგორ უნდა დავშორდე ამ გოგოს? გისმენთ? არაფერი გააკეთო. ისეთი იყავი როგორიც ხარ და თვითონ დაგშორდება. მე რასაც ვეუბნები, არაფერს აკეთებს. რა დამართეთ ჩემ შულს, რა გაუკეთეთ? რას ბოდავ? ჩვენ რა უნდა გაგვეკეთებინა? გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ნუ ჩხუბობთ და ჩემზე კონცენტრირდით. გოგო მართალია, ჩემთან ყოფნა რომ უნდა, მაგრამ თავსაც უნდა მიხედოს. გთხოვთ და მეხმარეთ. ეკო, შვილო, თავისუფალ დროს რას აკეთებ? თუმცა ყოველთვის თავისუფალი არ ხარ? რას ვაკეთებ? თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ოჯახის ვალებს ვამატებ, ვსეირნობ, ყავას ვსვამ, ბაირამობაზე დავდივარ და მსგავს რაღაცეებზე. ხედავ? ფეხბურთი, კიდევ ფეხბურთს ვთამაშობ ხოლმე. რა ხდება, რატომ ეკითხები? ღვთის სასჯელო. ამას ვის გადავეკიდეთ? ნუ მედები გაიწიე. თითქოს თქვენ ყოველდღე რაღაც ახალს აკეთებდეთ. ვაკეთებთ. შენ რა იცი? ამან საიდან იცის? შენ თვითონ თქვი ყველაფერი სწორ გზაზე ხარ შვილო. ელიფს შენი ნამდვილი სახე აჩვენენ და თვითონ გაიქცევა. ვერ გაგიძლებს. კარგი იდეა. კარგი, მაშინ ელიფს შევხვდები. ცხენების რბოლის საყურებლად წავიყვან. გოგოებს ასეთი რაღაცები არ უყვართ, იქნებ ყავაზეც გავატარო. რამეს მოვიფიქრებ. კარგი, დავიმახსოვრე. მივხედავ გეგმას. დღეიდანვე დავიწყებ და რამე გამოვა. კარგი, შეიძლება მართლა გამოვიდეს. მენიქშე, ზუმრუდ. რა ხდება? თქვენთვის ახალი საქმე მაქვს. რა საქმე? ჩვენი მუნიციპალიტეტი რაიონის სისუფთავის კონკურსს ატარებს. მერე? თქვენ ხომ ლიდერებად აგირჩიეთ, იმიტომ მოვედი რომ მკითხოთ რას აპირებთ. არაფერს. ასეც ვიცოდი. ეკო, ხედავ? ფულადი ჯილდოც გაუშვეს ხელიდან. ფული? ჯილდო? გაუშვეს? ვინც გაიმარჯვებს, ფულა ჯილდოს აძლევენ. ერთი წუთით. ალბათ ოქროს წარწერიან აბრასაც მისცემენ. მორჩა მეგობრებო, ამ კონკურს ზუმრუდ კორფალი მოიგებს. კონკურსზე უნდა გახვიდეთ? ერთი წუთით ფული ვალების გადასახდელად გვეყოფა? ხომ არ იცი? რა თქმა უნდა გეყოფათ. მაშინ ჩვენც მივდივართ კონკურსზე. აბარა, ჩვენც ვაპირებთ ბრძოლას. რაკენი გაარკვია? საუკეთესო ხარ. მადლობა. მოიცადე, ვიპოვე. მიდი მიკან ნახე. კარგი, მადლობა. დიდი მადლობა ძმაო. კარგი, ახლა რევიზიისთვის დოსიე გავაკეთოთ. უკვე გავაკეთე. ოზან, წეგან ჩინართან შევედი კაბინეტში და ცოტა უცნაურად იქცეოდა. როგორ? მოულოდნელად მკითხა რამეს ხომ არ მიმალაო. რა უპასუხე? უთხარი არა მეთქი, რა უნდა მეთქვა ოზან.
გასაგებია. ჩეგლა რასაც არ უნდა აკეთებდეს, ჩინარმა ყველაფერი იცის. Როგორც გითხარი, ისიც საქმეშია. არ ვიცი ოზან, არ ვიცი. ჩინარი საერთოდ სხვანაირი ადამიანია. ისევ არ გჯერა ჩემი არა? ღმერთო, ვინ არის ეს ჩინარი ასეთი სულ რომ იცავ? მეოდეს მე ასე დაგიცვი ვარ? ოზან, ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი. შენ შეცდომებს უკვე ვეღარ ვითვლი. მადლობა მითხარი, რომ ისევ შენს გვერდით ვარ. რა შეცდომები? რა შეცდომები დავუშვი? ხო, რამდენიმე შეცდომა დავუშვი, მართალია. შენ გამაბრაზე და ამიტომ. რა, მე გაგაბრაზე? ბოდიში რომ გაწყვეტინებთ. შეგვაწყვეტინე მუსა, კარგ დროს მოხვედი, მადლობა. კარგი ამბავი მაქვს, მისამართი ვიპოვე. რა? ძალიან კარგი. მაშინ გავიცნოთ მერტი. წავედი. სად მოდიხარ? რას ნიშნავს სად მოვდივარ, მე წამოვალ. შენ რა გინდა იქ? ოზან, მეც მაქვს უფლება, სიმართლე გავიგო. საკითხი დახურულია. მართალია. გაჩვენდი მუსა. ოზანი როგორ იქცევა, ხომ არ განერვიულებს? არა მამიკო, ყველაფერი კარგადაა, შენ არ ინერვიულო. ახლა ბევრად კარგი ურთიერთობა გვაქვს. დროს ხშირად ვატარებთ ერთად და ვერთობით. კარგი მიხარია ჩეგლა, თავს გაუფრთხილდი. მერე მამასაც გამოუვარე. კარგი მამიკო, გამოგივლი, დროებით. გისმენ ჩეგლა. იმედია ამჯერად რამე ღირებულის თათქმელად დარეკე. მინდა იცოდე რომ ჩემი მოთმინების ფიალა აივსო. შენთან მოვდივარ მერტ და პირისპირ ვილაპარაკოთ, როგორც გიყვარს. იმედია შენს ტყუპის ძალთან ერთად ახალი გეგმა არ გაქვს. მარტო მოვდივარ მეთქი მერტ, უბრალოდ ლაპარაკი მინდა. კარგი, გელოდები. გზაში ვარ, რომ მოვალ დაგირეკავ. მისამართი იცი. რას აკეთებ? რას აკეთებ მეთქი? კარგად დაგავე, ეს რა არის? მტვერს ვერ ხედავ? მერე მორეცხე, არ მიყვარს სიბინძურე. ხო, კარგად დაასუფთავე ყველაფერი კარგი? ვერ ვიტან სიბინძურეს. იო სამუშაოს გისურვებთ. გაჩერდი? ეს რა არის? ზუმრუთ. კალათაში ჩადე. რა უწესრიგობაა. ხალხის საქმეში რატომ ერევი? წარმატებული დღე. არ მინდა ჩემს რაიონში სიღარიბე და გაჭირვება იყოს. იქნებ ყველა გავუშვა დასასვენებლად ერთი თვით. რაიონში მარტო გინდა დარჩენა. კარგი არ იქნება, ღმერთო, როგორ მინდა ვოცნებობ რაიონზე, სადაც არავის ხმა არ ისმის, მაგრამ როგორ? იო სამუშაოს გისურვებთ? არა, არ გინდა. ეს რა არის? ეს რა არის? გოგო ხარ თუ ბიჭი? ბიჭი ყოფილხარ. ახლავე წადი და თმა შეიჭერი სწრაფად. დედა ზუმრუთ, რა ხდება? ვერაფერი გავიგეთ. რა ვერ გაიგე? როგორ იყურები? ნახე, რას გამხართ? რამხელა წვერი და თმა გაქვთ, ახლავე ადექით. წადი, ჰუსეინთან და მოწესრიგდით სწრაფად. ყველაფერს მე გადავიხდი. ასე გადაეცით. წადით მეთქი სწრაფად. ბოდიში. ზუმრუთ ასე არ გამოვა, რაიონი ლამაზი და სუფთა უნდა იყოს, შენ კი ხალხს ეჩხუბები, არ გწხვენია? მერთო ჩემო. შიგნით შედი? რას გავხარ? მახინჯი ხარ, სახლში შედი. დედა მომიკითხე. მინდა ჩემს რაიონში სილამაზე, სისუფთავე და სიმდიდრე იყოს. ბევრს ვითხოვ? ასე არ შეიძლება ზუმრუთ, ხალხთან სირცხვილია. არა. არა. ზუმრუთ არა. ბავშვებს თავი დაანებე ზუმრუთ. აქ რას აკეთებთ? რატომ ხატავთ მიწაზე? რატომ აბიძურებთ რაიონს? ეს რა არის? სად გაქვთ არცები? ახლავე მომეცით. სწრაფად. დედა ზუმრუთ, სახლში დახატეთ, ოთახებში და იქ ითამაშეთ. მორჩა, წავედი. ბავშვებო, არ ინერვიულოთ, ითამაშეთ და მე დაველაპარაკები, ნუ გეშინიათ, გააგრძელეთ თამაში. ზუმრუთ, რას აკეთებ? რას აკეთებ?
რას აკეთებ? დაალაგე ყველაფერი. სწრაფად, რა სიბინძურია. რას აკეთებ? შეხედე რას გავს ეს პირსახოცები. ვერ ვიტან სიღარიბის სუნს. ცოტა სიმდიდრე დამანახეთ. ცოტა მაინც. რა? კარგი პირსახოცები მაქვს. რას აკეთებ? თქვენ რა შვებით? რა გონიათ? ახლა რას აკეთებთ? ახლავე წადი და წიგნი წაიკითხეთ, ცოტა განათლდით. გაგაგიჟებენ ადამიანს. შენ შექმენი ეს მხეცი კონკურსისთვის. გინდოდა რაიონი პირველ ადგილას გასულიყო და მიიღე. საიდან უნდა მწოდნოდა? ოზან, აქ მარცხნივ. კარგი, სამე დავპარკინგდები. ეს რა მანქანაში დარჩი, მე წავალ. სად მოდიხარ? ოზან, სწრაფად წავიდეთ, მიდი. ღმერთო ჩემო. მგონი ეს სახლია. კარგი. კარი ღია. ხო, შევიდეთ. გისმენთ? როგორც იქნა. მოკედე. მერტ ბალკინს ვეძებთ, მაგრამ მგონი მისამართი შეგვეშალა. არა, სწორად მოხვედით. ბატონი მერტი აქ იყო, მაგრამ დღეს წავიდა. წავიდა? დიახ, მე მაკლერი ვარ, სახლის მებატრონეს გაქირავებას სურს და ვეხმარები. მართლა? ხომ არ იცით, სად გადავიდა? სამწუხაროდ არა, ბატონ მერტს რატომ ეძებთ? ჩვენ არ ვიცი როგორ მოვიქცე, რა გავაკეთო? მისი ნომერი მქონდა, მაგრამ წამეშალა, დავკარგე. საქმესთან დაკავშირებით გვინდოდა მისი ნახვა, მუზეუმში ისეთი ლამაზი ექსპონატები მივიღეთ, გვინდოდა გვეთქვა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ პოულობთ. მე მაქვს მისი ნომერი. რადგან ქონდა და წაგეშალათ, შემიძლია მოგცეთ. დამეულდეთ, ტელეფონს მოვიტან და დავბრუნდები. მუზეუმი? არ ვიცი, მხოლოდ ეს მომაფიქრდა. საოცრება ხარ. რა თქმა უნდა. ჩაიწერეთ. ჩეკლა რატომ ხარ დაძაბული? მოდი დაჯექი. თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში. დაზბოდავ, გაჩუმდი. შესანიშნავი ადგილი გიპოვია. აქ ვერავინ გვიპოვის. ვერავინ გვიპოვის? ჩვენ? ეს ადგილი შენთვის მოვძებნე, რომ არავინ დაგინახოს. იმხელა ძალაუფლება გაქვთ, რომ სახლიდან იძულებით წამომიყვანეთ. რატომ ვერ ხვდებით ჩეკლა? სანამ მე არ მოვინდომებ, ვერავინ გადამაგდებს. არ შეგიძლია ნაგავივით მომისროლო, გარეთ გესმის? რა გინდა? რა უნდა გაგვეკეთებინა მერტ? ოზანთან სალაპარაკოთ მიხვედი კომპანიაში, რას ელოდებოდი? რას მეუბნები, აბა რა უნდა გამეკეთებინა? შენც კარგად იცი, რამდენი ხანია ვცდილობ ადამიანურად აგელაპარაკო. სხვა გამოსავალი არ დამიტოვე ჩეკლა. მე ვერ ხვდები, რომ ცოტაც და ოზანი ყველაფერს გაიგებდა. შენი აზრით მაინტერესებს? მერტ, ჩეკლა. მე შენ მინდი ხარ. ჩვენი შვილიც მინდა ოჯახი გქონდეს. უცხო ნომერი მირეკავს. რა? მომეცი, ნახავ. ოზანია. ოზანის ნომერია მერტ.
ტელეფონი მომეცი, არ უპასუხო. მე ტელეფონი მომეცი, მეთქი არ უპასუხო, გესმის? არ უპასუხო. არა, არ პასუხობს. კიდევ ერთხელ დაურეკე ოზან. არ მიპასუხებს, იცის რომ მე ვარ. არა უშავს. ახლა მისი ნომერი გვაქვს, იქნებ თვითონ დაგირეკოს. რატომ უნდა დამირეკოს? მგონი თვითონაც არ მოსწონს ის რაც ხდება და ამიტომ. შეიძლება. ნახოთ. ახლა სახლში წახვალ და ჩეგლას ისე მოექცევი თითქოს არაფერი მომხდარა. სხვა გზა არ მაქვს ეს რა ვქნა. მაგრამ ცოტაც და ყველაფერი დამთავრდება. ეს რა, მაპატია რომ ამ ყველაფერში ჩაგითრია. როგორც ხედავ მეც ვერთობი. ხო, კარგად გიცნობ. მერტმა დასწავლოს, შენი ნომერი საიდან გაიგო? მერტ მომისმინე, ნომერი დაბლოკე და არასოდეს უპასუხო. ჩეგლა, ყველაფერი ისე იქნება როგორც მე მინდა და არა ისე როგორც ოზანს აწყობს. ამიტომაც არ უპასუხებ ჯერჯერობით. რომ გიპოვოს? რომ მიხვდეს, რომ ავარიის ამბავი მოვატყუეთ. მაშინ რას იზამ ჩეგლა? არ ვიცი. მოვატყუებ ვითომ. არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა და ამიტომ დაუმალე ვინ იყავი. ბრავო, საოცრება ხარ, შესანიშნავი ტყუილია. მართლა გონია რომ ოზანი დაიჯერებს. ჩეგლა. აქამდე ყველაფერი ისე იყო როგორც გინდოდა, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა. შეეგვე, დასრულდა. თავი გაითავისუფლე. ოზანთან დავრჩები. მის დატოვებას არ ვაპირებ. ოზანისნაირად არასოდეს არავინ მყარებია და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ერთმანეთს არასოდეს დავშორდეთ, გასაგებია? რადაც არ უნდა დამიჯდეს. ჩეგლა, მე ვარ შენი შვილის მამა, გესმის? მე ვარ მამამისი, ხვდები? გონია უმოქმედო დავჯდები და არაფერს გავაკეთებ? ვერ შემაჩერებ. ჩემი ერთი სიტყვა გაანადგურებს ყველაფერს, რასაც ამდენი ხანი აშენებდი, გესმის? მიწასთან გაასწორებს ყველაფერს. ხო და წადი და უთხარი სიმართლე მიდი. გეფიცები. მაშინვე აბორტს გავიკეთებ. არაფერი დაგრჩება მერტ. ამას გავაკეთებ, გესმის? გავაკეთებ. აბორტს გავიკეთებ და შენც კარგად იცი. ყველაფერი ისე იქნება როგორც მინდა. შენ ამერიკაში დაბრუნდები და აქ არასოდეს ჩამოხვალ. რამდენი გინდა მითხარი და მოგცემ. ყველაფერს მოგცემ. გეყოფა. რატომ უნდა გამოგართვა ფული ჩეგლა? რატომ უნდა დავკმაყოფილდე გროშებით, როდესაც შემიძლია ყველაფერი მქონდეს? იმიტომ რომ მეც ვერაფერს მიიღებ, გესმის? ახლა დაფიქრდი, გადაწყვეტილება მიიღე და შემატყობინე. მეც ვეღარ დაგიცდი, დამღალე. საკმარისია. მოკლედ როგორც ხედავ, აი ეს არის ჩემი ცხოვრება. მოგწონს? კარგია? ეგო, რამდენს ლაპარაკობ? მიდი ითამაშე. არ გაგაცანით ერთმანეთი. ირენი, ფაშა და ელშანი, რომელიც საკუთარ თავზე კარგად მიცნობს, რადგან თელ დროს მასთან ერთად ვატარებ. აი ასეთი მოსაწყენი ცხოვრება მაქვს. პირველად ვთამაშობ და მაინც კარგად გამომდის. ნახე. აი ასე. ასე უნდა ითამაშო ჩემო ძვირფასო. კარგი, ვისი ჯერია? შენი ძმაო, მიდი. ითამაშე. როგორც ხედავ, აქ ხშირად დავდივარ. საშინელი გარემოა, ცხენის სუნი დგას ყველგან. არც კი ვიცი გოგო როგორ უნდა გაჩერდეს ასეთ კაფეში. ვერ ვიჯერებ. ვერ იჯერებ, არა? რა თქმა უნდა, ხომ გეუბნებოდი საშინელად მოსაწყენი ცხოვრება მაქვს მეთქი აქ? არ უნდა დარჩე, დამშორდი. ეკო, ვერ ვიჯერებ, ჩემი ცხენი იგებს. მიდი. 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 ცოტაც. მიდი. აი ასე. აი ასე. მოვიგე. არის. ძმაო, ჩაიზე ვეპატიჟები ყველას. მიდი დაასხი. ხომ წავალ ფულის ასაღებად? რა თქმა უნდა. ხო და ჩაი ჩემგან ყველას. მიდი, კიდე ვითამაშოთ. ვითამაშოთ. აი ესე ჩემი გოგო. ხოჩა ხაბარა, სხვა ვინ გაგასწრებდა? შემოდი. ისმენ, რაკენი მოაგვარე?
არ ვიცი ჩინარ, პრობლემა მაქვს. ოზანმა მერც დაურეკა. შოკში ვიყავი მისი ნომერი რომ დავინახე. ანუ რაღაც ეჭვები აქვს. საიდან გაიგო მისი ტელეფონის ნომერი? ერთ მხარეს რაღაცას ვალაგებ და მეორე მხარეს ინგრევა ჩინარ. რასაპირებ? არ ვიცი ჩინარ, გუშინ მერტმა ოზანის მანქანას დაარტყა და გაეცნო, რადგან არ ვპასუხობდი. რა? ხო, მე შოკში ვიყავი, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. პანიკური შეტევა დამემართა. რადგან ოზანმა მერც დაურეკა, ანუ ყველაფერი იცის. ხო, ყველაფერი. ჩეგლა, რა ჭაობში ეფლობი? შენს ტყუილებში იმდენად ხარ ჩაფლული, რომ ფსკერზე ჩადიხარ. ვერ ხვდები? კარგი ჩინარ, არაფერი მოხდება. მანამ სანამ მერტი პირს არ გააღებს. შენს ადგილას მერც არ დაუჯერებდი. დაველაპარაკე. ვუთხარი რომ აქედან უნდა წავიდეს. ფულს გადავუხდი. მორჩა, საკმარისია. დავიღალე. მერც კარგად ვიცნობ და ვიცი რომ ასეთ შემოთავაზებაზე უარს არ იტყვის. მერტს მეც კარგად ვიცნობ და ვიცი რომ ფუფუნებაზე უარს არ იტყვის. მითხრა რომ დაფიქრდება ჩინარ. არ ვიცი, გავგიჟდები. დაველოდოთ და ვნახოთ რას გადაწყვეტს. დღეს ზუმრუტმა მთელი რაიონი მოიარა. ყველას ლანძღავდა, კინაღამ დავიწვის ერთხულით. ღმერთო, ამ ქალს მეგაფონი სჭირდება, მაგრამ ესეც ექნება. აქვს. ო, ზუმრუტი ამის გარეშე წარმოუდგენელია. საღამო მშვიდობისა, ერტენების ოჯახო, დაგიბრუნდით, თქვენი ერთადერთი ქალიშვილი კეთილი იყოს. ტკბილი ვჭამო და ტკბილად ვისაუბროთ. რატომ დაიხარჯე? დედა, პრემია ავიღე და მინდოდა რამე გემრიელი და უცხო მომეტანა თქვენთვის. მე რა მოხდა? უბრალოდ მომინდა. რამე დავაშავე? ძმო, ხელი გაუშვი.